არჩილ ხაბაძე მუსლიმებს და რაიონების მუფთებს ბათუმის ცენტრალურ მეჩეთში შეხვდა. საუბრის მთავარი თემა ქობულეთის ინციდენტი იყო. ჯემალ პაქსაძის განცხადებით არჩილ ხაბაძე მორწმუნეებს მხარდაჭერას დაპირდა. მისივე თქმით, ქობულეთში ლერმონტოვის ქუჩის 13 ნომერში მდებარე მუსლიმთა სკოლა-პანსიონი სასწავლო პროცესისთვის მზადაა. ის რაც მოხდა ქობულეთის რაიონში, ლერმონტოვის 13 ნომერში კიდევ ერთხელ დაუგმეთ, მიუღებელი და შეურაცხყოფელი ფაქტი იყო. მაგრამ უშეცდომოდ არაფერი არ არსებობს. კიდევ ერთხელ ჩვენ შევუნდოთ გვინდა ისინი ჩვენი ძმები, დედნი არიან. ხელისუფლების პოზიცია, განსაკუთრებულად დონეაჩილის პოზიცია არის ის როგორც თავმჯდომარე, როგორც მუსლიმების, ასევე მართლმადიდებლების თავმჯდომარეა, ორივეს უფლებადამცველია. აღვიქვა გვერდში დგომა, რაც რომ ძალიან კმაყოფილი დარჩა დღევანდელი ჩვენი ქართველი მუსლიმი მრევლი. ბავშვები ამ ეტაპზე არ არიან, მაგრამ შით არიან პედაგოგების და მოსწავლეების. ეს უკვე ეტაპობრივად ყველა შეივსება.